მოხე, ნამინაური, ციხისუბანი და ჭეჭლა. ამ სოფლების მაცხოვრებლებს დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ადგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს ავერსის კლინიკის ექიმ სპეციალისტები ესტუმრნენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მათ ადგილობრივები არაერთი მიმართულებით გასინჯეს. დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი დანიშნულებაც მისცეს. მოხუცები არიან, ვერ მიდიან კლინიკაში, რომ გააკეთოს ანალიზი და ამის გამო ზოგი ისე ცუდად არის, საходანაც ვერ გადის, ამის გამო ამხელა მთიან ადგილში ამოვიდნენ და პატივი გვცეს. მე მინდა განსაკუთრებით მოვეფერო აქ მცხოვრებ ადამიანებს, იმიტომ რომ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა რატომღაც არიან ნაკლებად ყურადღების ქვეშ და სწორედ ჩვენი ეს აქცია არის ამის მიზანი, რომ მოვეფეროთ, მოუფრთხილდეთ ამ ადამიანებს და ავერსი უსურვებს ჯანმრთელობას და რაც მთავარია სულიერ სიმშვიდეს. ადგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დღეს ეკოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. გარდა ამისა, ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ ლაბორატორიულად ფარისებრი ჯირკვალიც გამოეკვლიათ. 100-მდე პაციენტი არის ამჟამად ჩვენთან მოსული, რომლებსაც ჩაუტარდებათ ყველა ექიმი სპეციალისტის გამოკვლევა, ასევე ინსტრუმენტული კვლევები, ეხოსკოპიური, ეხოკარდიოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევები, ლაბორატორიული კვლევები ის, რაც შესაძლებელია ჩატარდეს საველე პირობებში. გარდა ამისა, მოხდება აღებული სისხლის ტრანსპორტირება ცენტრალურ ფილიალში და იქ ჩავატარებთ ანალიზს. ვაკეთებთ ვიზიტს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებით უჭირს მოსახლეობას და ვეხმარებით როგორც კონსულტაციებით, დიაგნოსტიკით, გულისხმობ როგორც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, ასევე გარკვეულწილად პორტატულ რადიოლოგიურ დიაგნოსტიკას, ასევე ვეხმარებით სამკურნალო საშუალებებით, მედიკამენტებით. გარდა გამოკვლევებისა, აქციაში მონაწილე ყველა მოსახლეს ავერსისგან პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტი გადაეცათ. მსგავსი ტიპის აქციებს ავერსი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში აწყობს. კლინიკის მედიკოსები ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმასა და გორში უკვე იმყოფებოდნენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანიამ მოსახლეობისთვის დაახლოებით 40,000 ლარის მედიკამენტები გასცა.